მოგესალმებით, ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხო, როგორიც არის უკრაინა და შეგატყობინოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიქტორ ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდა მცდელობა ღამის განმავლობაში 50-ზე მეტი დრონით, გარკვეული კონკრეტული რიცხვებით დაასახელა, თუმცა დაახლოებით 50 დრონზე მეტი საშუალებით ერთდროულად განეხორციელებინა თავდასხმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე ნიჟნი ნოვგოროდში, ვალდაიში, სადაც ერთ-ერთი მისი საცხოვრებელი რეზიდენცია მდებარეობს. და საინტერესო ის არის, რომ ლავროვი აცხადებს, რომ ყველა დრონი განადგურებულია 90, ესე იგი 90-მდე სამიზნე მათ შორის, რაც აღენიშნა, თუმცა გაურკვეველია ზუსტი რაოდენობა, ზოგიერთ წყაროში 50-ზე საუბრობენ, ზოგიერთ წყაროში 80 დრონზე მეტზე საუბრობენ. თვითონაც ბოლომდე არ არიან გარკვეული რამდენი დრონი ასე თქვათ, გაანადგურეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა დრონი გავანადგურეთო, უკვე განაცხადეს, რაც ძალიან უცნაური განცხადებაა, იმიტომ რომ როგორც წესი, რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემები ვერ ახორციელებენ ეფექტურად უკრაინული დრონების ჩამოგდებას. და ამის მრავალი მაგალითი გვინახავს ჩვენ არაერთ ვიდეოში, მათ შორის, რომელიც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად, როდესაც უკრაინული დრონი თავს ესხმის, ანუ ძირითადად კამიკაძე დრონები არიან, მაგალითად, ნავთობ გადამამუშავებელ ფაბრიკას, გარკვეულ ადგილს. და იქ არის სააერო თავდაცვის სისტემები, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ, ვერ, ასე ვთქვათ, ეფექტურად ვერ ებრძვიან ამ უკრაინულ დრონებს. მათ შორის მათი ზომის გათვალისწინებით, ტექნოლოგიის გათვალისწინებით, ანუ რადარის წინააღმდეგ მუშაობის და ასე შემდეგ. ამის ფონზე განცხადება ლავროვის, რომ ყველა დრონი ჩამოვაგდეთ, ძალიან უცნაურად ჟღერს და მთავარი სათქმელი ლავროვის უკავშირდებოდა იმას, რომ ამ დრონების თავდასხმის მცდელობის გამო რუსეთმა უკვე შეარჩია სამიზნეები და ამავდროულად უკვე დროც განსაზღვრა და განახორციელებს საპასუხო თავდასხმას უკრაინაზე, სადაც მიიჩნევს საჭიროდ. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ფლორიდაშია, სადაც ხდება დონალდ ტრამპს და იქ საუბარია სამშვიდობო შეთანხმებაზე და პრინციპში ზელენსკიმ თქვა, რომ მეტწილად შეთანხმება მზად არის 90%-ით, რაც საკმაოდ კარგი გზავნილი იყო. ამის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა გამოდის და აცხადებს, რომ უკრაინას ასეთი მცდელობა არ ქონია, ეს მთლიანად გამოგონილი ამბავი არის იმისთვის, რომ რუსეთმა ერთი მხრივ საბაბი იპოვოს კიევში დაარტყას სამთავრობო შენობებს უკრაინის და მეორე მხრივ იმისთვის, რომ ჩამშალოს პრაქტიკულად ეს სამშვიდობო შეთანხმება. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო მონაცემები ასევე ვრცელდება რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლისგან საგარეო ურთიერთობების საკითხებში, უშაკოვისგან, რომელიც აცხადებს ასეთ რამეს, რომ დღეს სატელეფონო ზარში პუტინსა და ტრამპს შორის, რომელიც შედგა მანამ სანამ გაიმართებოდა შეხვედრა პირისპირი ტრამპსა და ზელენსკის შორის, პუტინმა გაუზიარა ტრამპს ინფორმაცია ამ თავდასხმის შესახებ და თქვა, რომ კიდევ კარგი, რომ თქვენ არ გაქვთ მიცემული მათთვის ტომოჰავკების რაკეტები, თორემ მაგით მოხდებოდა დარწყმა და იქ უკვე როგორც ჩანს უშაკოვი იმაზე მიუთითებს, რომ იქ იქნებოდა შეერთებული შტატების ჩართვა ომში და ასე შემდეგ. ანუ მათი ეს ლოგიკა. ამაზე თურმე უშაკოვის აზრით და პოზიციით, რომელიც მოწმე არ იყო აშკარად ამ მოლაპარაკებების, თუმცა როგორც ჩანს არ იყო, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებში რამდენად იქნებოდა ჩართული სატელეფონო ზარის მეშვეობით, დიდი საკითხავია. აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შოქში იყო ასეთი ინფორმაციისგან, რომ გაიგო, რომ სამიზნეში იყო აყვანილიო პუტინის რეზიდენცია.
სწორედ ამიტომ ახლა ზელენსკიმ ეს უარყო და ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც ერთი მხრივ რუსეთი ემზადება პრაქტიკულად თავდასხმისთვის, დიდი ალბათობით როგორც ზელენსკიმ თქვა იგრე, სამთავრობო შენობებზე კიევში და მეორე მხრივ პრაქტიკულად ეს არის საფუძველი იმისა, რომ რუსეთმა მთლიანად შეწყვიტოს აი ამ შიდობის შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერი მოლაპარაკებები. ეს ასევე უკავშირდება ზოგადად შექმნილ ვითარებას საბრძოლო ველზე გულაიპოლეს მიმართულებით განსაკუთრებით, სადაც პუტინმა უკვე ბრძანება გასცა, რომ ზაპაროჟიეს ოლქში ჯარები გაჩერება არ უნდა მოხდეს და მხოლოდ წინ უნდა წავიდნენ და მოკლედ იმედი აქვს, რომ სამხედრო მიმართულებით გამარჯვებას მოიპოვებს. ანუ ჩვენ ახლა აღმოჩნდით რეალობაში, რომელიც საკმაოდ რთულია იმ მხრივ რომ ველოდებით ერთი მხრივ რუსეთის გარკვეულ თავდასხმას განსაკუთრებით ეს მტკივნეულია რუსეთისთვის კუპიანსკის დაკარგვის შედეგად, თუმცა გულაიპოლეს თემას ავითარებენ ახლა, სადაც ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ და ცდილობენ მაგ თემის მეშვეობით გარკვეულწილად წინ წაწიონ საკუთარი ნარატივი იმის შესახებ, რომ შეუძლიათ ომის მეშვეობით გამარჯვების მოპოვება. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კუპიანსკი მთლიანად უკრაინულმა ჯარებმა რამდენიმე დღის წინ კონტრშეტევის შედეგად პრინციპში გაათავისუფლეს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება, ღონისძიება, ასე იგი უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან და რეალურად შეძლეს კუპიანსკში უზარმაზარი წარმატების მიღწევა. რუსეთი უკვე მედლებს არიგებდა კუპიანსკის დაკავებისთვის მორიგჯერზე თან წლების წინ უკვე დაკავებული ჰქონდათ კუპიანსკი, უკრაინელებმა დაიბრუნეს, თუმცა ახლა ისევ დაიკავეს და უკრაინელებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ეფექტური კონტრშეტევის მეშვეობით შეძლეს მთლიანად ქალაქზე კონტროლის აღდგენა და ეხლა პრაქტიკულად ქალაქში არც ერთი რუსული დანაყოფი არ არის, არის ცალკეული რამდენიმე რუსული ასე იგი ჯარისკაცი დარჩენილი, ანუ რუსეთის ჯარისკაცი, როგორც ავრცელებენ ამას სანდო წყაროები. თუმცა საქმე იმაშია, რომ გულაიპოლეს მიმართულებით სამხრეთით ჩვენ ნამდვილად დავინახეთ რუსული ჯარების საკმაოდ ეფექტური წინსვლა და ამის ნათელი დასტურია ის, რომ რამდენიმე სანდო წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოთი მათ შორის გულაიპოლეში რუსებმა აიღეს უბრძოლველად პრაქტიკულად შტაბი უკრაინელების, რომელიც თავად უკრაინელებმა დატოვეს და უკან დაიხიეს იმ მიმართულებით, ეთყობა გარკვეული მიმართულებით რუსებმა შეძლეს საკმაოდ სწრაფი წინსვლა გაარღვიეს, ასე ვთქვათ, თავდაცვის ზღუდე რომელიღაც მიმართულებით და იმის შედეგად, რომ გაარღვიეს და აქტიურად წავიდნენ წინ, ეთყობა უკრაინელებს მოუწიათ უცებ უკან დახევა რამდენიმე მიმართულებით გულაიპოლედან, ამიტომ მოხდა ასეთი სწრაფი განვითარება იქ. ეხლა რა ინფორმაციას გაგიზიარეთ, პრინციპში იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება ესკალაცია მოხდეს უახლოეს პერიოდში და მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერის ალბათობა საკმაოდ მნიშვნელოვნად ახლა კლებულობს. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ რა თქმა უნდა ამას დავაკვირდებით. მე მინდოდა ამ ინფორმაციის გაზიარება თქვენთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ცვლილება და სიახლე არის და საკმაოდ აქტუალური არის ახლა ზოგადად უკრაინული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ დაალაიქოთ აუცილებლად ეს ანალიზი მნიშვნელოვანი არის ჩვენი საქმიანობისთვის, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და შევხვდებით შემდეგ ანალიზის დროს.